წამს წამი მისდევს, წუთს წუთი, საათს საათი, დღეს დღე, კვირას კვირა და ახლოვდება გვინდა თუ არ გვინდა და გვინდა რა საკვირველია მეორე მხრივგანა არა. საქართველოს რიგით 152 პატრიარქის შერჩევა გამორჩევის დღე თარიღი. ჩემი მოსაზრებით აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყის არ ასწდება ეს ამბავი. ანუ რიგით 152 კათოლიკოს პატრიარქი სრულიად საქართველოს ეყოლება მაისის დასაწყისში, მაქსიმუმ მაისს მეთქი რომ თქვა, მე მგონი ძალიან გავწელავ ახლა. მე ვეთანხმები იმ სპიკერებს, ბარემ ვიტყვი, ვინც ამბობს რომ ჩვენი საქმე არ არის, ვინც შეარჩევს სინოდი კათოლიკოს პატრიარქად. 39 სასულიერო მაღალი იერარქი როგორმე ჩვენს გარეშე შეიკრიბება და როგორმე მიიღებს გადაწყვეტილებას სწორედაც რომ ჩვენი ინტერვენციის თლად ზუსტი სიტყვა არ არის, ჩვენი კარნახის გარეშე და ასეც არის. განა არა. მათი ექსკლუზიური უფლებაა რომ შეარჩიონ კათოლიკოს პატრიარქი და ეს კათოლიკოს პატრიარქი ვისაც შეარჩევენ ცხოვრების ბოლომდე უნდა იყოს. აი ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, ყველა ცხოვრების ბოლომდე იყოს, პირობითად 20 წელიწადი, 30 წელი, შესაძლოა 40-იც. ცოტა ეჭვებარება, მაგრამ ამ მნიშვნელობა აქვს. თქვათ 30, 25, 30 წელიწადი უნდა იყოს საჭეთპყრობელი 60 ქულო ავტოკეფალური საქართველოს ეკლესიის. ერის სულიერი მამაო ასე ამბობს ბევრი ჩვენგანი, ასე ამბობთ თქვენ. თუ გრებავთ მეც ასე დავარქმევ, ასე ვუწოდებ. მეორე მხრივ კი რასაკვირველია ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ მოდი სხვა რაკურსითაც გავხედოთ ამ საკითხს. მე-20 საუკუნიდან 21 საუკუნემდე საქართველოს ილია მეორეს ჩათვლით ყავდა ჯამში 9 კათოლიკოს პატრიარქი. გავიხსენოთ, კირიონი, ლეონიდე, ამბროსი ხელაია, ქრისტეფორე ციცქიშვილი, კალისტრატე, მელქისედეკი, ეფრემი, დავითი და ილია მეორე, ანუ 9 ჯამში. აქედან ამ 9 პატრიარქიდან, 9 კათოლიკოსიდან მინიმუმ 3, რეალურად 4 და შესაძლოა 5-იც კი ფართო გაგებით პოლიტიკოსი იყო. და ჩვენ როდესაც ვწუხვართ, ვინ იქნება რიგით მე-20-21 საუკუნეებში და რეალურად კი 152 კათოლიკოს პატრიარქი, ვწუხვართ არა იმაზე, რამდენად კარგად ისაუბრებს ის სახარებაზე, ქრისტესზე, ზოგადად ქრისტიანობაზე, რამდენად კარგი ეპისტოლეები ექნება, რომლებშიც ბუნებრივია უნდა ისაუბროს, ასე მაგალითად იოანე ოქროპირზე და ბასილი დიდზე, ან რა ვიცი, მათეს სახარებაზე თუ სხვა ქრისტიანულ სიბრძნეებზე, არამედ ფართო გაგებით პოლიტიკური რამდენად სწორი მესიჯები ექნება. სხვაგვარად ავხსნი. კალისტრატე ცინცაძეზე შეგვიძლია ვთქვათ ორი სიტყვა. ის სტალინთან დაახლოებული პირი იყო. ამ თვალსაზრისით პოლიტიკურ პროცესში მონაწილე. მაგრამ აი კირიონი ძალიან ცოტა ხანი იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ის მოკლეს მარტყოფში. ვინ მოკლა, ამაზე არ ვილაპარაკოთ, ახლა ყოველ შემთხვევაში გამოხდება ხანი და იქნება და ისტორიკოსებმა ილაპარაკონ ამ თემაზე, ვინ იყო დაინტერესებული მისი მკვლელობით, იმით რომ ის აღარ ყოფილიყო კათოლიკოს პატრიარქი. სხვა თემა. კირიონმა მიიღო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგებოდა, გამოცხადდებოდა, ანუ 26 მაისს 1918 წლისა, კირიონმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მოუტანა ავტოკეფალია. ილია მეორემ განამტკიცა, ილია მეორემ აღიარებინა კონსტანტინოპოლს. ერთი აქტიც და მეორე აქტიც სწორედ პოლიტიკური შინაარსიც არის. ქვაკუთხედია საქართველოს როგორც სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა, ერთ-ერთი ქვაკუთხედია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. სიძლიერე და ავტოკეფალია. გადავახტეთ მართლაც ლეონიდეს. ამბროსი ხელაია გენუის კონფერენციას რომ მიმართავს. ეს პოლიტიკური აქტი არ არის? ასაკვირველია პოლიტიკური აქტი. ამდენად, როდესაც ჩვენ, ასე მაგალითად მე,
ვაკრიტიკებ რომელიმე ერთ კანდიდატს უკვე დღეს და დავასახელებ კიდეც ვის ვაკრიტიკებ ვის მიმართ ვიმეტებ მწარე სიტყვებს მე მაფრთხობს არა მისი სწორი ან უფრო სწორი პოლიტიკური გასრავად ქრისტიანული მესიჯები შესაძლო და გარდაუვალი ქრისტიანული მესიჯები მე დარწმუნებული ვარ რომ შიო მუჯირს ბევრად უკეთესი ცოდნა აქვს ვიდრე მათ შორის საპატრიარქოს უმაღლეს იერარქებს მაგალითად ხსენებული იოანე ოქროპირისა ან ვასილი დიდისა მე მაფრთხობს მისი პოლიტიკური პრეფერენცია პოლიტიკური მოსაზრებები და საფუძველიც მაქვს გულახდილები თუ ვიქნებით შიო მუჯირი მოსაყდრეთ შეარჩია პატრიარქმა არავინ არ კამათობს პატრიარქმა დაწერა საკუთარი ხელით ის გადაწყვეტილება გვამცნო და ბრძანება დაწერა მაგრამ მაღალი ალბათობით ამ პროცესში ჩაერია რუსეთი კითხვა აქვს ასეთი პატრიარქს რომ სდომოდა შიო მუჯირის პატრიარქად დატოვება სწორედაც რომ 2017-დან 2026 წლამდე 9 წელია გასული. გადადგებოდა თუ არა რომელიმე ეტაპზე მათ შორის პირველ ყოვლისა მისი ფიზიკური დაუძლურების გამო გადადგებოდა თუ არა და ამას ითვალისწინებს საეკლესიო წესი წესდება დაინიშნებოდა დარჩებოდა თუ არა თავად საპატიო პატრიარქად და იქვე იტყოდა თუ არა რომ ეს კაცი არა მხოლოდ მოსაყდრეა არამედ მემკვიდრეა ბატონებოდა სინოდ მე ცოცხალი ვარ და სინოდს ვურჩევ თხოვ ვუწოდებ რომ აირჩიოს პატრიარქად მაგრამ პატრიარქმა ილია მეორემ ეს საკითხი მაინც ღიად დატოვა და შიო მემკვიდრედ არ დაასახელა მოსაყდრედ შეარჩია მოსაყდრე კი მით უფრო ახლა არის ერთგვარი მენეჯერი არავის არ ვაკრინებ ერთგვარი მენეჯერი ვიდრე ახალ პატრიარქს აირჩევენ ამიტომ პირველ სიტყვას თუ დაუბრუნდები მე შიო არ მაფრთხობს როგორც ღვთისმეტყველი, როგორც ქრისტიანობის გამავრცელებელი, როგორც ქრისტეზე მოსაუბრე. ვინც ის და იქნება საუკეთესო თუ არა, ხუთეულში მაინც არის ამ სინოდის წევრთაგან. ცოდნე კაცია, მაგრამ მე მაფრთხობს შიო როგორც პოლიტიკური მოღვაწე და აკი დავასაბუთე კიდეც რომ პატრიარქები ისე მოხდა. ასეა ჩვენ ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობთ ახლაც აი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზეც კი გვადგას აჩრდილი რუსეთისა გვებრძვის ეს იმპერია და მეორე მე-7 ან 57 ხარისხოვან როლსა და მისიას უბრალოდ ვერ შეასრულებს საპატრიარქოდან ნებისმიერი საჭეთქრობელი საქართველოს ეკლესიისა. ამიტომ მე როდესაც ვაკრიტიკებ ან სხრები როცა აკრიტიკებენ შიოს აკრიტიკებენ არა შიო ღვთისმსახურს ამდენ კარგად ჩაატარებს ლიტურგიას ეს არ არის ჩვენი საქმე არამედ შიოს რომელსაც პატრიარქს რომელსაც ეკისრება ერში წმინდა სიტყვის გავრცელების ჩვენ წმინდა სიტყვა კვლავ უშიშრად მოვფინოთ ხალხში ერში წმინდა სიტყვის გავრცელების მისია ფუნქციაც აქვს ეკისრება ეს როლიც ამ თვალსაზრისით სხვათა შორის ბევრი შეიძლება იყოს მასზე უკეთესი რუსეთზე ნაკლებად შესაძლოდ ნაკლებად დამოკიდებული უფრო უკომპრომისობა მეორე ხარისხოვანი ამბავი არ არის საქართველოს ხელისუფლება ჩვენ არ ვერევით ამ პროცესში ასე ვამბობთ თითქოს და ნამდვილადაც არ ვერევით მაგრამ საქართველოს ხელისუფლება რომ ერევა ირიბად ფრთხილად შემოვლითი გზებით ტექნიკურად რომ ერევა ეს ხომ ფაქტია ყველაფერს რომ აკეთებს სწორედ იმიტომ რომ შიო გაიყვანოს აკვირდება პროცესებს და შიოს უბიძგებს შიოს გამარჯვებაზე არის ორიენტირებული გამარჯვებისათვის ჩალიჩობს უკაცრავად სიტყვისთვის აქვე ვიტყვი რომ გააჩნია შიოს შესაძლოა მართლაც არა აქვს საკმარისი 21 ხმა 20-21 ხმა და არ არის გამორიცხული რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ჰყავდეს მეორე სხვა კანდიდატიც რომელსაც ამასობაში მასთან ბოდიში და შემოაცურებს არც შიო არ გინდათ მაშინ არც ისაია იყოს რომელსაც ეგრა მაგის პასუხი აპიარებს ხარს უჭერს მოდი ასე ვიტყვი ხელისუფლება ბანდა ქართული ოცნების წინააღმდეგ
განწყობილი თუ მოქმედი ფართოგაგებით პოლიტიკაში მყოფი ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფი სუ ისაიაზე საუბრობენ ეს ბოლო ხანებია და აქებენ ამ კაცს და ნამდვილად შესაքի კაცი იქნება არ ვკამათობ, მაგრამ ეს შეიძლება კონტრპროდუქტიულიც იყოს. მოკლედ აქებენ და ხელისუფლებამ შეიძლება თქვას, კობახიძემ შეიძლება თქვას, ივანიშვილმა შეიძლება თქვას, არ იყოს ისაია თქვენი კანდიდატურა, მithumeres რომ მას გარკვეული პრობლემებით შეიძლება ჰქონდეს იმ თვალსაზრისით მის კანდიდატურას, რომ მას არ აქვს უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლება. მიღებული როგორც ირკვევა. არ იყოს არჩიო და იყოს აი ის მესამე, რომელსაც ახლა მე არ დაგისახელებთ, ვინ არის სათადარიგო ვარიანტი ხელისუფლებისა, მაგრამ ამასობაში ამ ხელისუფლების წარმომადგენლები კი არა, მომხრეები რომ არ ჩერდებიან. საღაი პატრიარქმა თქვა, რომ შიო არის მოსაყდრე, ეს ყოფილა დანაბარები პატრიარქ ილია მეორისა და აქედან გამომდინარე მოდი იყოს შიო და სხვას არც განიხილავენ. არა და მართლა გაუჭირდება შიოს ხელისუფლებას მიმართავ და კობახიძეს პერსონალურად და მდინარაძეს უფრო და თლად ბიძინა ივანიშვილს უფრო და უფრო. გაუჭირდება, ჩანს უჭირს შიოს. და განხეთქილება საპატრიარქოში და სინოდში უფრო გარდაუვალი ჩანს თუ ამ სტრატეგიას მიაწვევით, თუ არ გააჩუმებთ, მოდი ასე ვიტყვით, თქვენივე მომხრეებს. იმიტომ რომ თქვენივე მომხრეების უმრავლესობა საკუთარ სურვილს კი არ პოზიციას კი არ გვამცნობს, არამედ ისინი სწორედაც რომ თქვენს მიერ სათამაშო თოჯინებივით არიან მოქოქილები. ასეთი იყო, ან ასეთი მეჩვენებოდა რომ იყო უცნობი გია გაჩეჩილაძე, რომელმაც ჩემდა გასაკვირად, მაგრამ ესეც რაღაც სტრატეგიის ნაწილია, ერთგვარად უკან დაიხია, ბრძანა რა, განაცხადა რა, რომ მეო შევცდიო და ბოდიშს ვითხოვ, ბოდიშს გიხდითო, შენდობას ვითხოვო, როდესაცო ვთქვიო, რომ უკლებლივ ყველა სხვა კანდიდატმა შიოს სასარგებლოდ უნდა მოხსნას კანდიდატურა და ისინი მოღალატეები იქნებიან, თუ ამას არ გააკეთებენო. ბოდიშს ვიხდიო, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, ვინ იჯდა მის წინ, მის პირისპირ. მამა ალექსანდრე გალდავა. და მამა ალექსანდრე დეკანოზი ალექსანდრე გალდავა შიოს წარმომადგენელია. შიომ შესანიშნავად იგრძნო, რომ ამგვარი ტიპების მოძველ ბიჭო მხარდაჭერა, მოძველ ბიჭო სტილში მხარდაჭერა შიოსი, ანუ უცნობის მხარდაჭერა შიოსი კონტრპროდუქტიულია და თუ შიოს უხეშად მანამდე მხარს უჭერდა პირობითად 17 კანდიდატი, უცნობის გამოჩენის შემდეგ შემცირდა მხარდაჭერთა რაოდენობა და ხალხმაც არასწორად, კი არა ნამდვილად სწორად, მაგრამ გია უცნობი გაჩეჩილაძის გაგებით არასწორად აღიქვა მისი მხარდაჭერა შიოს მიმართ, მისი მოწოდება, რომ სხვა კანდიდატებს მოეხსნათ, სხვა პრეტენდენტებს მოეხსნათ საკუთარი კანდიდატურები. და შიო შესანიშნავად მიხვდა, რომ ახლა უცნობის გაჯეჯილება არ შეიძლებოდა, ამიტომაც წარაგზავნეს გალდავა ალექსანდრე, რომელმაც ძალიან სწორად აქვე ვიტყვი, მიუთითა უცნობ გაჩეჩილაძეს, გია უცნობ გაჩეჩილაძეს, რომ ყველა ეპისკოპოსი არის თავისუფალი საკუთარ არჩევანში და არ შეიძლება მათთვის მოღალატეობის დაბრალება, ან მათი იძულება თუ ბიძგება მათთვის, რომ მათ მოხსნან კანდიდატურა და აი სწორედ ამის შემდეგ დაიხია უკან გია უცნობი გაჩეჩილაძე, რომელზეც ახლა გახურებას მე აღარ ვაპირებ, მით უფრო რომ თავარი მაქვს სათქმელი. თავარი კი ეს არის. კიდევ ერთხელ. საქართველოს ეკლესიის საჭიროებელს საერო ფუნქციებიც აქვს. დაგისახელეთ რამდენიმე მაგალითი. მინიმუმ 3 მაგალითი, ანუ კირიონისა, ამბროსისა, კალისტრატესიც და უფრო ილია მეორისა. 59 წლის განმავლობაში მართავდა ილია მეორე და საქართველოს საპატრიარქოს საქართველოს ეკლესიას და შესაბამისად რამდენი ხო წარმოგიდგენიათ ქადაგება ან ეპისტოლე აქვს. დაწერილი ან ქადაგება გაგვაცნობან საკუთარი და ხო წარმოგიდგენიათ და ამდენი ქადაგებიდან, ამდენი ეპისტოლედან 80% თუ არა 70% მაინც არის პოლიტიკაზე, ფართო გაგებით პოლიტიკაზე, აბორტზე, ეს ჯანდაცვის პოლიტიკა, ან თავისი დემოგრაფიის პოლიტიკა და არა აბორტზე, კაი აღარ გავახრი, ინფრასტრუქტურაზე სულ ლაპარაკია, ჯანდაცვაზე სულ ლაპარაკია, განათლებაზე სულ ლაპარაკია,
სპორტზეც სულაპარაკია, საგარეო პოლიტიკაზეც სულაპარაკია, საშინაო პოლიტიკაზეც სულაპარაკია, მარკსწესრიგზეც სულაპარაკია, რაზე არ ულაპარაკია პატრიარქ ილია მეორეს და ეს სწორიც არის. ანუ ის მარტო სახარებისეულ სიბრძნეებს კი არ გვაცნობდა, მრევლს კი არ აცნობდა, არამედ ლაპარაკობდა ინფრასტრუქტურაზე და სწორიც არის და ჩვენ გვჭირდება ახალი პატრიარქი, რომელიც აქ ვიტყვი მთავარს, რომელიც არ იქნება, ამიტომ არ მინდა პერსონალურად მე დამატებით კიდევ შიო, რომელიც არ იქნება გაგრძელება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისა, უკლებლივ ყველაფერს გაუправებს, მარტივად რომ ვილაპარაკო. მე მჭირდება და ჩვენ გვჭირდება ქართულ სახელმწიფოს სჭირდება, თორემ მე მჭირდება რა, ეხებზე დაიკიდეთ ირაკლი ტაბლიაშვილს რა სჭირდება და ვინ. ქართულ სახელმწიფოს სჭირდება ხელისუფლებასთან არა ტკბილ-თბილ ურთიერთობაში მყოფი, არამედ ხელისუფლების წინააღმდეგ ტექნიკურად და დიპლომატიურად წასული ავტორიტეტული ხაზგასმით ვამბობ ეკლესია, საპატრიარქო, რომელიც იტყვის, რომლის საჭეთპრობელიც იტყვის და ამ ტენდენციებს დაამკვიდრებს, რომ იცით რა არის, გამოსაშვებია, აპატიეთ, ყველა ქალი პატიმარი, რომლებიც ჩვენი აზრით უკანონოდ, კარგი უკანონოდ თუ იტყვი, ყველა ქალი პატიმარი გამოსაშვებია გარკვეული ფორმით. ჩამოგისახელებ, სიამაღლებელი ელენე ხოშტარია, სხვები და სხვები. რომელი მიხეილ ყაველაშვილი გაბედავს წინააღმდეგ წასვლას. რომლებიც იტყვიან უფრო ფართო გაგებიდაც მარტო ქალებზეც რომ არ ვილაპარაკოთ. გამოსაშვები არიან პირები, რომლებიც პრინციპში მაინც უდანაშაულოები არიან, რომელი ირაკლი კობახიძე გაბედავს წინააღმდეგ წასვლას. ოღონდ ავტორიტეტული უნდა იყოს ხაზგასმით ვამბობ. შიო ამას ვერ გაბედავს. იმიტომ რომ შიო მასთან ბოდიში, მაგრამ დასმული იქნება ან შიო ანის თათადარიგო ვარიანტი, რომელიც ხელისუფლებას შერჩეული ხავს და რომლის ვინაობაც მე ვიცი, არ გიმხილ. უკიდურეს შემთხვევაში ვისაც წინ წამოსწევენ. შიო ამის თქმელი არ არის. ჩვენ გვჭირდება საქართველოს სახელმწიფოს სჭირდება ფართო გაგებით პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც იტყვის თუნდაც 1 წლის შემდეგ, რომ უკრაინა პრინციპში იმსახურებს ავტოკეფალიის აღიარებას ჩვენგან და ხომ არ გვემსჯელა ამაზე. პატრიარქ ილია მეორესაც ჰქონდა ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და მე გაგაცნობთ, მე პატრიარქი და ვინც არის, გაგაცნობთ ამ მოსაზრებებს სინოდის ხდომაზე. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პოლიტიკურ განაცხადებს გააკეთებს. საქართველოს სახელმწიფოს ეს სჭირდება ეს და არა რომელიმე მორწმუნეს თუ არა მორწმუნეს ამ საზოგადოების ოპოზიციონერს თუ თავის ხელისუფლების მიმართ ზოგადად კრიტიკულად განწყობილს. ამასთან ხაზგასმით ვამბობ. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა მიიღოს სინოდმა, უნდა აღიაროს და პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას დანარჩენმა საზოგადოებამ. და აღიაროს უფლებამოსილება სინოდის წევრებმაც მათ შორის, ტყუილა არ ვამბობ ამას, უფლებამოსილება იმ კანდიდატისა და უკვე პატრიარქისა შემდგომ, ვინც მათი არჩევანი სულაც არ ყოფილა, ან მათ სიმპათიას არ იმსახურებდა. ამ შემთხვევაში შევინარჩუნებთ ჩვენ ერთიანობას მართლმადიდებელი ეკლესიისა, თუ ეს ერთიანობა როგორც ასეთი გჭირდება. ჩემი აზრით გჭირდება, იმიტომ რომ გახეთქილი და გახლეჩილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ის ტაძარი ჩემია და ის ტაძარი შენია დასული, ამ დონემდე დასული, მე ვფიქრობ, რომ რუსეთის ინტერესშია, უფრო ზუსტად ესეც არის რუსეთის ინტერესში. რუსეთს უფრო უნდა ის, რომ ავირჩიოს, სინოდმა აირჩიოს მისი მონამორჩილი, მაგრამ აი სათადარიგო ვარიანტად, მეორე ვარიანტად საერთოდაც განიხილავს სქიზმას ჩვენს ეკლესიაში. ამიტომ ყველა განსაკუთრებით ხელისუფლებას მიმართავ ცხადია, ხელისუფლებას წოდებულ ბანდას მიმართავ, ენასკვილი დააჭირეთ.
ეს ისე ჩვენ შრო დარჩეს, მაგრამ ისიც კარგად ფესვის რომ არ დააჭერენ, იმიტომ რომ ესენიც რუსები არიან პრინციპში და საკუთარი მონამორჩილი სჭირდებათ პატრიარქად. ლეგიტიმაცია არა აქვს და ვიღაცამ დამატებით, თუმცა ამ ჟამს უნდა მისცეს მათ ლეგიტიმაცია და ვინ იქნება ასეთი? შიო ან შიოსნაირი, ასე ვიტყვი. ხო. ნახოთ. ჩვენ გვჭირდება ძლიერი კაციც უნდა იყოს ამასთან, ამასაც ვიტყვი, ანტირუსი, აი კირიონი რო ანტირუსი იყო, ან ამბროსი რო ანტირუსი იყო, ისეთი რუსეთის ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მიმართ უარყოფითად განწყობილი, თუმცა ნათქვამია, მძიმედ, მძაფრად, კრიტიკულად განწყობილი პატრიარქი, რომელიც ანტირუსეთია საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. აი ესეთი პატრიარქი გვჭირდება ჩვენ.